28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტებით უვიზოდ შეეძლებათ გადაადგილება შენგენის ზონაში. ევროკავშირის 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში. უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წინ ქართული დროშაც აღიმართა. ევროპაში პირველი ქართველი მგზავრები საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, მეცნიერები და სტუდენტები იყვნენ. საქართველოს დელეგაცია ჯერ ათენში ჩავიდა, მერე კი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში გადაინაცვლა, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან. ევროპელი პარტნიორები საქართველოს დელეგაციის წევრებს ულოცავდნენ 2012 წელს დაწყებული ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას. უვიზო მიმოსვლის გარდა დონალდ ტუსკმა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა. საქართველოს ბრწყინვალედ გაართვა თავი ვალდებულებებს და შედეგსაც მიაღწია. ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ქართველებისთვის, რომლებიც ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ. ევროკავშირი აპირებს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას, განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ასოცირების ფარგლებში. მადლობა საქართველოს მთავრობას მძლავრი ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის, მედია პლურალიზმისთვის. მინდა გამოვთქვა წუხილი კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირი საზღვრებს უხსნის საქართველოს, თქვენ ყავთ მეზობელი, რომლებიც აწესებს ახალ საზღვრებს და ზღუდავს თქვენს თავისუფალ გადაადგილებას. ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაგრძობს თანამშრომლობას ჟენევის ფორმატში. ჩვენ ვრჩებით მნიშვნელოვან პარტნიორებად ტერიტორიული პრობლემების მოგვარების საკითხში. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ბრიუსელში და აღვნიშნო ეს ისტორიული მომენტი. ჩვენ შევძელით დაგვეგვირგვინებინა ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსათვის და გაგვემართლებინა ორმხრივი თანამშრომლობა. ეს იყო გამოწვევაც და საერთო ძალისხმევაც. ჩვენ განვახორციელეთ ფუნქციური, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები, რათა დაგვეკმაყოფილებინა ყველა მოთხოვნა. ეს იქნება დიდი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვინდა რომ მომავალი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი უფრო წარმატებული და უფრო თანამშრომლობითი იყოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ამბიციური გეგმების გაღრმავებას მომავალში. ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსაც შეხვდა. ჟან-კლოდ იუნკერის შეფასებით ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ძალისხმევის შედეგია. მე მივესალმები არა მარტო ჩემს კარგ მეგობარს გიორგის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. ზოგჯერ ძალიან რთულია ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო. დღევანდელი დღე არის დასაწყისი მომავლისა. ეს არის ისტორიული მომენტი. საქართველოს მოსახლეობას მოეხსნა სავიზო რეჟიმი. ეს არის საქართველოს გეგმის ამბიციური ნაწილი. ამ სიტყვის კარგი გაგებით. 2012 წელს ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და წინ დავიძარით. ეს გეგმა მოიცავდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, კანონის უზენაესობას და სხვას. უვიზო რეჟიმის ამოქმედებას შეფასებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. უმრავლესობა და ოპოზიციაც ამ მოვლენას მნიშვნელოვან მიღწევად აფასებს ევროინტეგრაციის გზაზე. ქართული მხარის განცხადებით ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში კონკრეტული შეტყობინება გააგზავნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი პარტნიორია. შესაბამისად, ვიზა ლიბერალიზაციას ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი, მიიჩნევენ პოლიტიკოსები. მათივე განმარტებით უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოების მეტ შესაძლებლობას იძლევა და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ჩვენი ისტორიული ადგილი, იმიტომ რომ ქართველები ამისთვის ისწრაფოდა და ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ეს უნდა გაგრძელდეს ეს ინტეგრაციის პროცესი და საბოლოოდ დაგვირგვინდეს ჩვენი გაწევრიანებით ევროკავშირში. მასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის ბუნებრივია ამ სიკეთით სარგებლობა არავითარ ასე ვთქვათ სატყვარას არ შეიცავს. ჩვენ ქვეყანას ევროპული მიმართულებით ვავითარებთ იმ იმედით, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლებს ყველა.